თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რუბრიკაში ჩემი საქმე ვსაუბრობთ პროფესიებზე, პროფესიულ არჩევანზე, გამოცდილებებზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა, რომ დაგვრჩით ინტერვიუზე, რომ გითხრათ ვინ ხართ და რა საქმეა. მადლობა დიდი პირიქით. მე ვარ ირინა გელაშვილი, კინოპროდიუსერი. როგორ დაახასიათებთ ერთი სიტყვით თქვენ თავს? ვინ ვარ? დიახ, ვინ ხართ თქვენ? ფილმეიკერი. აი, ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული თქვენი პროფესიაში რა არის, ანუ სხვა პროფესიებიდან რადიკალურად განასხვავებს? ალბათ ის, რომ ყველაფერში ცხვირი უნდა ჩაყო და ყველაფერში ჩაერია. ყავთ გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟი? კინოპერსონაჟი? დიახ. არა. კინოპერსონაჟი არ მყავს. თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე მეყოლება, იმიტომ რომ მე ზოგადად დოკუმენტური კინოს პროდიუსერი უფრო ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მხატვრულშიც გადავალ და ჩემი რომელიმე გმირი იქნება ჩემი საყვარელი გმირი. მთავარ მუხტს რა გაზრდით, რომ გააგრძელოთ ეს საქმიანობა? ადამიანები და კოლეგები. მაინც დოკუმენტური რატო არჩევთ, თავიდან თქვა მხატვრულის კუთხით რატო არ წახვედით? იმიტომ რომ ვთვლი, რომ დღეს საქართველოში დოკუმენტური ამბები და დოკუმენტური კინო ბევრად უფრო მართალია და უფრო მეტად შესაძლებელი არის, რომ გადაიღო დღევანდელ პირობებში. თუ გყავთ პერსონა, რომელიც თქვენთვის თქვა სამაგალითო და мотиваციის მომცემია? უფრო მეტად სიტუაციები და არა ადამიანები. და ჩემს გვერდზე, ჩემ თანამებრძოლები, რომლებთან ერთად ვცდილობთ, რომ ქართული კინო წინ წავწიოთ. და აი ეს ადამიანები არიან ძალიან დიდი мотиваტორები ჩემთვის. ამ პროფესიის ყველაზე დიდი სირთულე რაში მდგომარეობს? იმაში, რაც დადებითი აქვს, ის არის ყველაზე დიდი სირთულე, ის რომ ყოველთვის უნდა იყო ფორმაში, ყოველთვის ყველაფერზე პასუხი უნდა აგო და ყოველთვის ყველაფერზე პასუხი უნდა გქონდეს. რამან ვინ მოგცათ ინსპირაცია, რომ ამ კუთხით განვითარებული ყავთ და ამ კუთხით წაგიყვანათ თქვენი ცხოვრება? ცხოვრება. თუ გაქვთ რომელიმე საყვარელი სცენა ან ნამუშევარი, რომელზეც შეგიძლიათ დაუსრულებლად ისაუბროთ? სცენა უფრო იცით არის, რადგან მე პროდიუსერი ვარ და მე თვითონ სცენებს როგორც ესეთი არ ვქმნი და პროდიუსერები არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად ქმნიან არა კინოს, არამედ კინოპროექტს. შესაბამისად, თუ რეჟისორი არის ფილმის რეჟისორი, პროდიუსერი არის ჩემი გადმოსახედიდან, ასე ვთქვათ, მარტივგასაგები რო იყოს, რეჟისორი მთლიანად კინოს პროექტის დაწყებიდან დამთავრებამდე, მაყურებელთან მისვლამდე. და ალბათ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამბავი არის ის მომენტი, როდესაც პირველად მაყურებლამდე მიდის ფილმი და აი ამაზე ჩემს სხვადასხვა ფილმზე შემიძლია უსასრულოდ ვიმეორო და უსასრულოდ ვილაპარაკო ის სცენა, როდესაც პირველად ხდება მაყურებელი ფილმს. და თუ გაქვთ პროექტი, რომელსაც თავიდან დაიწყებდით, აი საშუალება რა გქონდეთ, რომ თქვათ რომელიმე არჩევთ თავიდან დაიწყოთ ეს ემოციები განცვეთ, თუ გაქვთ ეგეთი რომელიმე? ნეტა დავამთავრეთ და თავიდან არ დავიწყებ. თუმცა თითოეულ პროექტს, რომელზეც მუშაობ, აუცილებლად თავიდან და რომ არ მქონოდა დაწყებული, აუცილებლად თავიდან დავიწყებდი და აუცილებლად თავიდან შევიდოდი აი ამ თავგადასავლებში, რომელიც თითოეულმა პროექტმა მომიტანა. და მუშაობის პროცესში ძირითადად რა სირთულეებთან ასოცირდება ხოლმე? უფრო მეტად ყველა პროექტს აქვს თავისი გამოწვევა. ყველას ანუ ერთი და იგივე დინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, აი ზუსტად ესე არის კინოპროექტიც, იმიტომ რომ ყველა რეჟისორს თავისი ფოფები ყავს, ყველა ოპერატორს თავისი, ყველას გმირს და ყველა პერსონაჟს თავისი და შესაბამისად, რადგან ბევრ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა და ეს არის ჩვენი პროფესიის ალბათ ჯადოქრობაც, ამიტომ რაღაცა ერთი კონკრეტული რაღაცა არ არის არასდროს პრობლემატური. ყოველთვის ყველაფერი ერთდროულად და არაფერი თანერთდროულად. ყველაზე ესეთი გავრცელებული სტერეოტიპი რა არის თქვენს პროფესიასთან დაკავშირებით? რო ქურდები ვართ.
რომ რეჟისორს წავართმევთ ფილმს. და გავუფუჭებთ. რამდენად დაფასებული პროფესია თქვენი პროფესია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარეთ, ანუ რამდენად დაფასებული? საქართველოში საერთოდ არ არის დაფასებული და საერთოდ მიკვირს ადამიანები, რომლებიც ვართ პროდიუსერები, საერთოდ რა გვინდა, უბრალოდ ვართ ენთუზიასტები, რომლებსაც ძალიან გვიყვარს კინო, რომლებსაც ძალიან გვიყვარს რეჟისორები და ძალიან გვიყვარს ადამიანები და მათთან ერთად მუშაობა და გვინდა რომ ერთად რაღაცა საინტერესო, ახალი და სახალისო შევქმნათ. ან ისეთი, რომელსაც დიდი გავლენა ექნება საზოგადოებაზე და რაღაცა ცვლილებებს გამოვიწევთ საზოგადოებაში, არა მხოლოდ ქართულში, არამედ ზოგადად, ან საქართველოს გავაცნობთ სხვა ქვეყნებს, სხვანაირად, სხვა კუთხით, როგორთაც არ იცნობენ და როგორთაც მარტო ჩვენ ქართველები ვიცნობთ. და რაც შეეხება საერთაშორისო ქვეყნის გარეთ, პროდიუსერი არის ნომერი პირველი ადამიანი კინო წარმოებაში. ან კინოს გადაღებაში არის ნომერი პირველი. აი რო განვიხილოთ, როგორ არის აი რეჟისორი, ხო არის იდეაში ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ აი ორგანიზმი რო ვთქვათ, რეჟისორი არის ადამიანის გული და პროდიუსერი თავი. და თქვენ რითია გამწვავებული ეს დაბალი ცნობიერება ჩვენს ქვეყანაში? პირველ რიგში ცოდნით რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ გვაქვს კარგი კინო განათლება უნივერსიტეტებში და შესაბამისად არ ვიცით რას ნიშნავს პროდიუსერის პროფესია და ჩვენთან ხდება ისე რომ ყველაფერი, რადგან საქართველოს საბჭოთა კავშირის წევრი იყო და კინო საბჭოთა კავშირის დროს კეთდებოდა ძირითადად, ხო, ანუ რა ფილმებიც იცით ახლა რომ გითხოთ, რა ბარა ფილმებია, ძირითადად ისეთ ფილმებს ჩამოთვლით, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო გადაღებული, ხო? შესაბამისად არის რომ აი ძველად იყო ფილმის დირექტორი და იგივეა პროდიუსერი, ანუ არასწორ პოზიციას აწეპებენ, ასე ვთქვათ, პროდიუსერს, რომელიც ნამდვილად არ არის ისე როგორც იყო. შესაბამისად, აი ეს არასწორი წარმოდგენები, არასწორი გადმოცემები, ის რომ არ ვიცით, ამიტომ არის რომ პროდიუსერების ეშინიათ კიდევაც ზოგიერთს და აი ეს არის მე მგონი მთავარი პრობლემა, რაც პროდიუსერებთან მიმართება. პროდიუსერებს აქვს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. და გამოსავალს რა კუთხით ხედავთ, ანუ როგორ უნდა ამაღლდეს ერთგვარ ცნობიერება? გამოსავალს ხედავ იმაში, რომ ადამიანებმა უნდა ჩატარდეს ძალიან ბევრი ვორქშოპი, ძალიან ბევრი თუნდაც კინოჩვენება და ზოგადად პროდიუსერის პროფესია არ არის ის პროფესია, რომელიც ჩვენი პროფესიის, ანუ კინოს გარეთ საინტერესო არის მაყურებლისთვის. და თუ კინოს გარემოცვაში იქნება ამაღლებული ცნობიერება, მაშინ ჩვენი ამბავი, ჩვენი საქმე კარგად არის. მაგრამ იმიტომ რომ პროდიუსერი არ მიდის მაყურებლამდე. მიუხედავად იმისა, რომ მას მიაქვს, აი მე მოგიტან თქვენ ჩემს ფილმს და გაჩვენებთ, რომლის რეჟისორიც ვიღაცა სხვა არის, ხო? თქვენ გეცოდინებათ რეჟისორი, გეცოდინებათ ვინ არის მსახიობი აუცილებლად პირველ რიგში ჯერ მსახიობი იცი და მე იცი რეჟისორი, თუ ძალიან დაგაინტერესა და ძალიან სინეფილი ხარ მაშინ ხო. მაგრამ პროდიუსერი არასდროს არ იცი, მეც არ ვიცი ბევრი პროდიუსერი. ხო და ამიტომ დიდად პრობლემა არის მეთქი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით პროდიუსერი რას აკეთებს, მე პირადად მაგას ვერ ვხედავ დიდ პრობლემად, მაგრამ თუ კინოპროფესიონალი ხარ და პროდიუსერის როლს და ფუნქციას არ იცნობ, აი მაშინ არის პრობლემა. და ახალგაზრდების მხრიდან როგორია დამოკიდებულება, ანუ რაღაც ციცვლება, მეტი ინტერესი აქვს თუ ისე როგორც წლების წინ იყო? ახალგაზრდების მიმართ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც ინტერესდება კინოთ. იმის გამო, რომ უნივერსიტეტებში პროდიუსინგს როგორც ასე მიმართულებას არ ასწავლიან. შესაბამისად, როდესაც უკვე მოდიან პროფესიაში, მე ხვდებიან გვიან თუ რა უნდათ. მე თვითონაც დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, სარეჟისორო მიმართულება და რამდენიმე წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე რეჟისორი არ ვარ და არც არასდროს არ მდომებია თურმე რა ყოფილიყავი. და ეს იყო აღმოჩენა. და მაშინ როდესაც და მე თვითონ მეშინოდა პროდიუსერების
რომ მეუბნებოდნენ რომ პროდიუსერი ფილმს მოგპარავს და ფულს წაიღებს შენსას და დარჩები ისე და შენს იდეებს მოიპარავს და გადააკეთებს და რაღაც აშინელებას უზამს და ერთ დღესაც მოვხვდი საქართველოს ფარგლებს გარეთ რასაკვირველია და აღმოვაჩინე რას ნიშნავს პროდიუსინგი და აღმოვაჩინე რომ ეს არის აბსოლუტურად სხვა სამყარო, საერთოდ სხვა ჯადოქრობა არის შიგნით და აი საერთოდ სხვა ასე ვთქვათ აი რაღაცა მართლა ჯადოსნური სამყარო არის, სადაც შენ თვითონ შეიძლება არ ხარ ის ადამიანი, ვინც ფილმის გული არ ხარ, მაგრამ ტვინი ხარ და შენ ამას მართავ ყველაფერს და იმდენად საინტერესო არის და მართლა იმდენად რაღაცა უცნაური პროცესი არის, რომ ერთხელ როდესაც ეს გავიგე, ერთხელ როდესაც მივხვდი თუ რას აკეთებს პროდიუსერი, მივხვდი რომ აი ეს არის ზუსტად ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის და ძალიან ბევრ ადამიანს მოუწოდებ, რომ ვისაც კინო უყვარს და კინოთ ინტერესდება და თუ ისეთი ადამიანები ისმენს ახლა, ვისაც უნდა კინოში იმუშაოს, აუცილებლად ნახოს პროფესია პროდიუსერის, იმიტომ რომ ეს იმდენად მაგარი და იმდენად ჯადოსნურია, თუ თავის ბედნიერად იგრძნობს პროდიუსინგში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ გვაქვს სკოლა, სადაც პროდიუსინგი ისწავლება, მაინც ძალიან ვრჩევ, რომ წავიდეს და ამ მიმართულებას მიხედოს, იმიტომ რომ აი ძალიან დიდი სიამოვნება, ბევრი ბედნიერება, ბევრი ჩხუბი, ბევრი სხვადასხვანაირი და ძალიან დადებითი საბოლოო ჯამში ენერგიას მიიღებს ამ პროფესიისგან და ხო აი ყველაფერს საუკეთესოს, რაც კი რამე შეიძლება რომ ადამიანმა ინატროს. შეიძლება ძალიან დიდი და რა შეჯამოთ რა რჩევას მიცეთ იმ ადამიანებს, ვინც ამ გზაზე დადგა, თუმცა რაღაცის გამო мотиваცია დაკარგა და ფიქრობს არის თუ არა მისი ეს პროფესია. აუცილებლად მივცემდი იმას, რომ არასდროს არ უნდა დანებდეთ, იმიტომ რომ საქართველოში ახლა ეს ყველაფერი იმდენად ახალია და იმდენად საინტერესოა, რომ ყველაფერი ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ. აი არაფრისგან რაღაცა იქნება და როგორ შეიძლება, როდესაც შენ თვითონ ხარ შემქმნელი, შენ თვითონ ხარ ხელებ და შენს ხელში ფორმირდება რაღაცა, არ იყოს საინტერესო. ბოლოში პროდიუსერებს რაც აქვთ ხოლმე კარგი, წითელი ხალიჩა არის ხოლმე ძირითადად, სადაც მაინც რეჟისორებს უღებენ ფოტოებს და მსახიობებს, მაგრამ ის წითელი ხალიჩა ნამდვილად შენ გეკუთვნის. შეიძლება ძალიან დიდი. არა. გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნებთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.